მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა რეზიუმე. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ჩვენ დღეს გავაგრძელებთ საუბარს ხელისუფლების ახალ გადაწყვეტილებაზე, შეზღუდვაზე. ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით საზღვარგარეთ ხმის მიქცემა აიკრძალება და ემიგრანტებს, ვისაც ხმის მიცემა არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, მოუწევთ საქართველოში ჩამოვიდნენ. გუშინ პაპუაშვილს გითხრა და პრემიერ-მინისტრს გითხრა, რომ ისინი მოწყვეტილი არიან, როცა შორს ცხოვრობენ ქართულ რეალობას, არ იციან საქართველოში რა ხდება და ამიტომ უნდა ჩამოვიდნენ და რო ჩამოვიდნენ, დაინახავენ ყველაფერი კარგად არის და შესაბამისად სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ნუ დაახლოებით ასეთი არის მათი მთავარი არგუმენტი. ჩვენი სტუმარი იქნება სტუდიაში თათია მექვაბიშვილი, ერთ-ერთი აქტიური წევრი პროტესტო მოძრაობის და ასევე ადამიანი, რომელიც ემიგრანტების ჯგუფებთან წინასაარჩევნოდ აქტიურად მუშაობდა და ასევე კოკი იონათამიშვილი ჩაგვერთვება, რომელიც ცხოვრობს ბალტიისპირეთში და ისიც აქტიურად არის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. დავიწყებ კოკისთან ჩართვით, მივესალმებ მას, გამარჯობა კოკი. გამარჯობა მერაბ, მივესალმებ თათიას მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და შენი აზრი რომ გითხრა ამ გადაწყვეტილების შესახებ, რას ფიქრობ, რამდენად აქვს ამ არგუმენტებს არსებობის უფლება, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, რომ ჩამოდით და 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდით და აქ მიიღეთ მონაწილეობა. ამ დაახლოებით მათი პათოსი ასეთია, რომ თუ ასე გადარდებთ ქვეყანა, ჩამოდით 4 წელიწადში ერთხელ და აქ მიეცით ხმაური. ხო, რა ვიცი, ცინიზმის სიცოცხლე, ბალატი, უამრავი სიტყვა ერთდროულად შეიძლება ადამიანს თავში მიგივეთებს. ჩემს აზრით ეს იყო ბუნებრივია, ეს იყო წინასწარმეტყველებული თემა, საკითხი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასეთი ენთუზიაზმით იმიტომ გამოგვიცხადეს ყველას, რომ რაიმე სხვა თემა გადაეფარა და ჩემს აზრით ეს არის ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის თემა. რაზეც მათ პასუხები არ აქვთ და საზოგადოება ძალიან აქტიურია და ძალიან აქტიურია ასევე მათი მხარდამჭერები. ისინიც არენდობიან, რომ ქართულმა ოცნებამ ამ მხარული დარიგებით არაბულ კომპანიასთან შეიძლება რაიმე სასიკეთო მოუყენოს ქვეყანას. თუმცა თავისთავად ასეთი საკითხები საჭიროებს რეაგირებას, ეს არის უკიდურესად რა ვიცი მიუღებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამცინავი ტონი და საერთოდ ტექნიკურად წარმოუდგენელი, რომ რამოდენიმე 100,000 ადამიანი 1-2 დღის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდეს. ირონიანარევი პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთ ადამიანის სოციალურ ქსელებში, რომელმაც დათვალა თუ რამდენი საათი დაჭირდებოდა ამ პროცესს, რამდენი აეროპორტი ჭირდება ამ პროცესს და ჩვენ არ ვართ ემიგრანტები, მაგალითად ისეთი დიდი ფულის მქონეები, როგორც ღარიბაშვილი, რომელსაც შეუძლია თვითმფრინავი იქირავა საერთოდ და ისე გადააფრინა ჩვილი ამერიკაში, ხო? ამ ღარიბაშვილს გაგახსენებთ, რომ ეს ყველანი, ვინც ახლა ემიგრანტებს მოძღვრავენ, ასევე უსირცხვილოდ იცავდნენ, რომ მე რა პენსიონერმა მის 100,000 აქვს. ეს არის სამართლიანი მოღალატეობრივი ხელისუფლება და ასეთი ნაბიჯები მათ ბუნებრივად თავად გარკვეულ ასე ვთქვათ როგორც გეგმაში აქვს და ყოველდღე თქო შემოყარებენ ხოლმე. პატარა რეზუმე რომ გავაკეთო მე რა რეაგირება უნდა გქონდეს, აქვს კიდევ დაფრი რეაგირება. მეც და ჩემი მეგობრები მთელი დღის განმავლობაში გუშინ ერთმანეთს უზიარებდით ამ აღშფოთებას, მაგრამ უნდა კონცენტრირდეთ ხოლმე იმ საკითხებზე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ 25,000 ხმას არ შეეძლო რაიმე რეალური გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე და თუ ეს ადმინისტრაცია დარჩა, რომელმაც წინაარჩევნები გააყალბა და ეს არჩევნები თუ მან ჩაატარა, იქნება კიდევ უფრო მძიმე, ისევე როგორც თვითმმართველობის, იმიტომ რომ გაუქმებულია აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელსაც შეიძლება არჩევნების სანდოობა დაეზარდა. დიდი მნიშვნელობა არ ექნება ემიგრანტების მონაწილეობას, უბრალოდ პრაქტიკული თვალსაზრისით და აი ეს კითხვაც გაჩნდა, კოკი, ეს კითხვაც გაჩნდა. საერთაშორისო პრაქტიკა გეუბნოს თუ ვენეციის კომისიას და ხმლის ბუნებრივი ეროვნით ვამბობ, ხო? ვისთან ერთად მოამზადეს მათ, აი რა გამოცდილებას დაეყნენ ისინი არაფერს ეს ჩემი ხმა არ გესმით, კოკი? გესმით?
გესმით შევიხვა. ხო, აი ეს თქვენ ახსენეთ, რომ სულ წინა არჩევნებზეც კი 30000 ემიგრანტმა შეძლო მონაწილეობა მხოლოდ დანარჩენებმა ან ზოგს უარი არ ქონდა, ზოგს ქონდა და ვერ მოახერხა, იმიტომ რომ არ იყო უნდები გახსნილი. ანუ ეს 30000 ხმა რეალურად არაფერს უცვლიდა ხელისუფლებას, ხო? რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ? ეს არის საინტერესო. მე ხო, ანუ ერთი რომ მათ ბუნებრივია უნდათ რომ მაქსიმალური გარანტია ქონდეთ რომ არჩევნებს თუ ჩაატარებენ თავისი ადმინისტრაციით თუ რაღაც ოდნავ ნაბიჯს უკან გადადგამენ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა იყოს ისეთი, რომელზეც კონტროლი მათ არ შეუძლიათ და ბუნებრივია ემიგრანტების ხმებს ვერ აკონტროლებენ ისინი და ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ეხლა ყველა ამ რიცხვებს წერდა და ჩვენს რო გავიხსენოთ, დაახლოებით 85% თუ მეტი არა ჯამურად ოპოზიციამ მიიღო. ხო, ბუნებრივია ეს მათთვის მორალურად და პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელია. ხა ჩემთვისაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყველა ემიგრანტისთვისაც, რომ ჩვენ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ იმდენი სისაძაგლე და ვერაგობა ჩაიდინეს უკვე, რომ ეს პრინციპში არის ერთ-ერთი მორიგი. და მე რაც თქვი, იმას გავიმეორებ, მე რა რომ სხვა რთული თემების გადაფარვა უნდათ ამ საკითხით, ამ საკითხზე, აი ჩვენი ემოციების გამოყენებით და დღის წესრიგში რომ მარტო ეს საკითხი დარჩეს, ან რაღაც სხვა საკითხები. პირდაპირ ვთქვათ, გარუსება წლების განმავლობაში იგეგმებოდა, რბილი ძალით, ჰიბრიდული ომებით და ასე შემდეგ, მაგრამ ის საფრთხეები, რაც ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას მოყვება, ამაზე ქართული ოცნება მომზადებული არ არის და ეს ჩანს, მათ არ აქვს არც ერთი პასუხი და ნებისმიერი მათი პასუხი არის უკიდურესად კარიკატურული და ხარს უსვამ იმ ჯგუფებისთვისაც, რომლებიც ხარს უჭერენ. არავის არ ჯერა, რომ ხელისუფლება ისეთ რამეს არ ააშენს, რომელიც ან არ დაინგრევა, ან ვალად არ დაგვედება ასეულ მილიონებით, ან რეკრეაციული ზონა რო არ განადგურდება, ან დემოგრაფია რო ძიმედ და რთულად არ შეიცვლება და ურბანულ განვითარებას და ეკოლოგიას საერთოდ არ არის საუბარი. ამიტომ მათ უნდათ ბუნებრივია, რომ ან ხელოვნური თემებით, ან მართლა არსებული თემით, ვამბობ ეს ემიგრანტების თემა ხო მართლა იმ დღეს ხო არ ჩაწერეს ბუნებრივია, ხო? არსებული თემა, მაგრამ სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანია და ასეთ манипуლირებას გააკეთებენ და რაც კრიტიკულმა მედიამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ემიგრანტებმა უნდა გააკეთონ, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ შევქმნათ ჩვენი დღის წესრიგი. ის ჯგუფი, რომელსაც მე წარმოვადგენ პლატფორმა 2025, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ბერკეტი, ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ პარტნიორებთან ერთად გრძნობთ, რომ ემიგრანტული მოძრაობა იზრდება და ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რაც მათ დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩენა და კიდევ უფრო გააქტუალურება და მიზანმიმართულ სანქციებზე ლობირება იმ ჯგუფების, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ. ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი აქ მე მესახება რო არის ემიგრანტები და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ემოცია იყო გუშინ, ძალიან გვეწყინა, გამოვთქვით, ნაბიჯებსაც გადავდგამთ, ბევრმა ჯგუფმა განცხადება გააკეთა, ძალიან კარგი თუმცა ვაგრძელებთ ბრძოლას. კოკი, თქვენც აღნიშნეთ, რომ ფაქტობრივად ფიზიკურად შეუძლებელი, ეხა რაღაც 800000 ადამიანი ცხოვრობს და იქიდან ნახევარმაც რომ მოინდომოს 400000-მა მონაწილეობა, ჩამოუახერხოს და თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში ჩამოვიდეს არჩევნების პერიოდში, ხო? ანუ უბრალოდ შეუძლებელია აეროპორტთან რომელიმე, რა ქვია, რეისების რაოდენობამ გაატაროს ეს ხალხი. შესაბამისად, ამის მომსახურებას ეს ნიშნავს, რომც მოინდომოს ამ ხალხმა უბრალოდ მათ არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ადრე თუ მოინდომებდნენ, მაგალითად ჩავიდოდნენ რაღაც ამერიკაში ცხოვრები ნიუ-იორკში ჩავიდოდა, ვიღაცა ბრიუსელში ჩავიდოდა და მისცემდა ხმას. ახლა რომც მოინდომონ, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, ხო, გამორიცხულია. რამდენიმე 1000 ადამიანი თუ მოახერხებს ჩამოსვლას არჩევნების წინა დღეებში. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეხლა ისინი რომ ხალხსუხებით სერიოზული სახით თავენ პროპაგანდისტულ მედიაში რაღაც სისულელე სყიდიან როგორც ნარატივს, ჩვენ ოდნავაც არ უნდა განვიხილოთ ეს როგორც თუნდაც რაღაც სერიოზული ოპონირება, ხო? უბრალოდ იმ სიტუაციამ, რაშიც დგას დღეს ქართული ოცნება და სამწუხარო ჩვენი საზოგადოება, აი ეს რეალობა მოგვჭდა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება შეუძლია ასეთი მდარე манипуლირებით რაღაცა ფონდს გასვლა ერთადოს და ჩვენ უბრალოდ უნდა გავცეთ გონიერება უნდა გამოვიჭროთ, მეტი არაფერი. აქ არის არ მაქვს საუბარი კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ამ ამბავს არ უნდა გამოვეხმაროთ. უნდა გამოვეხმაროთ მილიონი შეხვედრა იგეგმება და რაღაც ნაბიჯები გადაიტყვება, მაგრამ ჩვენ უნდა კონცერტები და თავარი და კაცი. მაგრამ ემიგრანტები მაშინ რა სახით უნდა იყვნენ ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? არჩევნებში ვეღარ მიიღებენ გამოდის მონაწილეობას.
მე უკვე ძირითადი ასე თქვათ არეალები მოვინიშნე, მაგრამ ძალიან ბევრი ჯგუფი ამ არეალებთან დაკავშირებულ ბევრ სხვა აქციებსაც აკეთებს, მაგალითად დათო ჯინჭარაძე და მისი მეგობრები იმედის პროპაგანდისტულ ასე ვთქვათ ტელევიზიაზე რომ უცხოელებისთვის იყოს გასაგები რა ტიპის გადაცემებს აკეთებენ მაქსიმალურად ასე ვთქვათ მათთვის მეგობრული ასე ვთქვათ რესურსი შექმნეს რომ მათ ადვილად გაიგონ თუ რა ხდება და მთავარი მიმართულება და მის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანქციებზე მუშაობას და პოლიტიკური დღის წესრიგში დარჩენას 28-ში ძალიან ბევრ ქალაქში იქნება სოლიდარობის აქცია და მე დარწმუნებული ვარ რომ თავარი გზავნილი რაც ჩვენ გვინდა გავაგონოთ ჩვენ მხარდამჭერებს რისიც უნდა ეშინოდეთ ჩვენ მტრეებს და რასაც ჩვენ ვთხოვთ დასავლეთს ეს არის სანქციები ქართულ ოცნებას ჩვენ მერაბ გვაქვს თანატგზნობა ევროპისგან გვაქვს სოლიდარობა ევროპისგან დღე არ გავა რომ ვინმე მხარდაჭერა არ გამოგვიცხადოს მაგრამ ჩვენ მეგობრებს უნდა უთხრათ რომ დღეს ეს არ კმარა ასეთი ხისტი და აღარ ვიცი ამას დაპირისპირება თუ კი მართლა რაღაც ომის პირობებში ვართ ხო ასეთი დაპირისპირების პირობებში ჩვენ ეს თანადგზნობა აღარ ყოფნის როგორც გარედან პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენ გვჭირდება სანქციები და არამერე და ხვალ როდესაც ის ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდება არამედ დღესვე და ჩვენ მუშაობთ გავაჩინოთ ან გავაძლიეროთ ლობირების მექანიზმები დასავლეთში ცალკეულ ქვეყნებში და ბოლოს მოკლედ კითხავთ რამდენად შეიძლება მართლაც უცხოეთში მცხოვრები ადამიანი ვერ აღიქვამდეს როგორც ხელისუფლება ამბობს საქართველოში რა კარგი რაღაცეები ხდება ასე გამორიცხულია მე მინდა პაპუაშვილზე თქვა რომ ეს არის ერთი რიგითი მოღალატე ადამიანი ის დასცინის საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ და ესე იგი მე ლატვიაში თუ ვიქნები ვარ რაღაც უცხოური ძალის გავლენის ქვეშ და თბილისში რო ჩამოვალ ესე იმ წუთში მივხვდები მე ხვდები და ვხედავ რაც არის ხო პენსია გაზარდეს 20 ლარით და 300 რაღაცა ლარი არის 70 წლის პენსიონერის ასე თქვით პენსია ასე ვთქვათ ხო 70 წლის ადამიანის და რაღაც ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრებიან და ამ არაბული ინვესტიციით კიდევ ერთხელ ვამბობ, უპავენ ქვეყანას, ეს არის კორუფციული სქემა, რომელშიც საქართველოს თავის ძალიან დიდძალ ტერიტორიას და ქონებას ჩადებს და შემისადრით წინასწარ ეგ გათვლა არის, რომ ჩვენ მე ავიკიდოთ დავალიანება და იქ ვიღაცა რაღაცას მოიგებს, ვიღაცას თანამდებობას მისცემენ, ვიღაცა შავფულს გააცოცხლებს და თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები, რომლებზეც არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, სამოქალაქო კონტროლი, საპარლამენტო კონტროლი მოშლილია მედიას როგორ ახლა გეჩხუბებიან ხო არა მარტო ვერბალურად ხო წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ანტუხელიძე არისო ისაო რა ქვია პიარის მსხვერპლიო და ადამიანებს ხოცავენ აი ამ ადამიანებმა რა შეიძლება იკადრონ თუ ხელშეკრულება იქნება დახურული და ღია არ იქნება ხო? ამიტომ მე ყველა შეხვედრაზე დავაფიქსირებ ამას თუ ყველა ინტერვიუში რომ როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხო ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ვნახოთ ერთი რამდენი ადამიანი მოითხოვს კიდე ამას და რანაირ პოლიტიკურ რეაგირებას გააკეთებს ეს გამხიდველი ხელისუფლება. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. კოკიო ნათამიშვილი გვერდთვებოდა ბალტიისპირეთიდან ჩვენ ვსაუბრობთ ემიგრანტებისთვის ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვაზე. შეგახსენებთ სტუდიაში არის თათია მექვაბიშვილი ჯგუფი წინაპრების დამფუძნებელი, აქტიური წევრი საპროტესტო მოძრაობის და ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნოდ ემიგრანტებს ეხმარებოდა იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, თქვა ტრანსპორტირება ქალაქიდან ქალაქში, ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თათია. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და შენ როგორ ახასებ ამ გადაცემას, რას ფიქრობ? რამდენად შეიძლება მართლაც ემიგრანტები, რომლებიც შორს არიან ჩვენი ქვეყნიდან, ვერ აღიქვამდნენ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება. მე პირიქით ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად და ყველაზე მძაფრად ემიგრანტები გრძნობენ და განიცდიან იმ შექმნილ სიტუაციას, რაც ახლა ჩვენ ქვეყანაში არის. მართლა შეიძლება ამ განცხადებას რაღაც მოუძებნოს სხვადასხვა მიდგომა, იმიტომ რომ ყოველთვის აზრს მოკლებულია ყველა განცხადება, რომელსაც წამოისვრის ხოლმე ქართული ოცნება, რისთვის ჭირდება, რატო ჭირდება, არასოდეს არ აქვს, ანუ რაღაც გეგმა აქვს, რაც ჩვენთვის ალბათ შეუცნობელია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ჩვენ ვერ დავდივართ მათი აზროვნების დონემდე, აი რისთვის ჭირდებათ, მე დღეს ვახსენე და კოკის დავეთანხმები, რომ აი ის რაოდენობა ემიგრანტების, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს აი ამ ტერორის ხელის შეშლის შემდეგ მონაწილეობა, ანუ მათ შეუშალეს ხელით, რომ გაცილებით მეტი იყო მსურველი და არეგისტრირებული და
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვერ მიეღო მონაწილეობა ამ ადამიანებს, შექმნილი ბარიერები, არ გახსნილი დამატებითი უბნები და მე კიდე ამ გახსნილ უბნებზეც შეფერხებული საარჩევნო პროცესი, დროზე არ გახსნილი უბნები, ადმინისტრაციის მოუმზადებლობა და სხვადასხვა ნიუანსები. ჩვენ ნახეთ, მქონდა აქტიურად ჩართული ყავით და ვიღებდით ანუ საბოლოო ჯამში ამ ამბავმა შეუქმნა მათ პრობლემა არა იმდენად რომ თქვა 30,000 ადამიანმა იქიდან უმეტესობა მისცა ხმა მათ წინააღმდეგ, უფრო შეუქმნა ალბათ პოლიტიკური პრობლემა. ერთი რომ ნახეს რომ ემიგრაციაში სადაც მათ არ აქვს საშუალება ადამიანებზე ზეწოლის, ხო, როგორც საქართველოში რაღაცა სამსახურიდან გაგაგდება ან ასე შემდეგ, იქ ვერ მოახდინეს ზეწოლას, იქ ტოტალურად წააგეს არჩევნები და პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა და მეორე იყო პრობლემა ის, რომ წიასაარჩევნოდ მათ თხოვდნენ სხვა ქალაქებში გახსნას უბნების ემიგრანტები და ამაზე იყო ამბავი ატეხილი და ეხლა მარტივად ერთი ხელის მოსვლით მოაგვარეს. კი, არა მარტო თხოვდნენ, იცით, ეხლა უკვე რადგან ჩვენ როცა ვითხოვთ ამ სამართლიან არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ იყოს გარემო გაჩანსაღებული და აქ მოიაზრებოდა ის დამატებითი უბნები, რაზეც ახლა ემიგრანტები ამჯერად მუშაობდნენ და როცა დაინიშნებოდა მომზადებული რომ შეხვედროდნენ, ისინი ეძებდნენ ტერიტორიებს, ადგილებს, რომ მეერე დრო არ გააწერილიყო, ამას რაღაც პროცედურები ჭირდება, იქ ევროპაში ყველაფერი წესით და კანონის მიყვება. აი ეს ყველაფერი და კიდე ყველაზე მთავარი მე რაც დავინახე, ეს იყო პასუხი ამ ემიგრანტებს, ანუ დასჯა აი რაღაც გაბუტული მთავრობის, გაბუტული ივანიშვილის გამოცხადებული ტერორი, რომ თქვენი აი ამ არჩევანისთვის, აი ამ ოპოზიციის მხარდაჭერისთვის დასაჯა ამ ხელისუფლებამ მისი მოქალაქეები, რომლებიც ეხლა ქმნიან საქართველოს დოვლათს. ეს უნდა ვაღიაროთ და იმ ეკონომიკას, რომელზეც გვესაუბრებიან და თავს იწონებენ, ძირითადი შემადგენელი ნაწილი და ამ ყველაფრის შემოქმედები არიან ეს ემიგრანტები. კიდე ყველაზე მთავარი, რომ ისინი არ უფიქრდებიან იმისთვის, რომ თავარია გააკეთონ განცხადება, რაღაც ის მართლა გადასაფარად, რაღაცას მე ვფიქრობ, რომ კიდე რაღაც საშინელებას გვიმზადებენ, იმიტომ რომ მართლა ვეღარც კი ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს შემდეგი. აი ყოველგვარ ლოგიკას ცდება მათი ყველა ნაბიჯი, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტხანს შეინარჩუნონ ძალაუფლება. სხვა არაფერს არ ეყრდნობა, არც განცხადება, არც დამოკიდებულება. აი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პაპუაშვილი გუშინ როცა ამას აცხადებდა, ფიქრობდა, რომ ეს იყო რაღაც, რაც შეუქმნიდა ამ გარემოს გააჩანსახებდა საარჩევნო გარემოს და კიდე აი აუცილებლად პროპაგანდაზე რო გვესაუბრებიან, პროპაგანდით მოწამლულია თელი საქართველო. აი ეს სამი არხი ერთმანეთის მიყოლებით ცდილობს, რომ აჯობოს თავისთავად აჯობოს. პაპუაშვილმა რომ ხალხს მოეწოდება ინფორმაცია ერთი მედიებით, რომ უცარსო გაფილტრულიო, ხო, აი როგორ აი მედია, რომელსაც უსმენს ემიგრანტები, არის იგივე მედია, რასაც მე უსმენ საქართველოში. პროპაგანდისტულია, მაგრამ მეორე უშუალოთო ურთიერთობითო და ისინიო მარტო მედიას უყურებენ, ანუ აღიარა რომ ჩვენს პროპაგანდას არ უყურებენო, ოპოზიციურ მედიებს უყურებენო და ამიტომ არასწორი წარმოდგენა აქვთო და ესე იგი პაპუაშვილს უნდა ჩამოვლენო თურმე ერთ დღეში შეიძლება წარმოდგენა. ანუ ერთ დღეში შეიძლება ამ პროპაგანდით მოწამლული ადამიანების გამოჯანსაღება და სწორ რელსებზე დაყენება, ანუ ამას გვეუბნებოდა. კიდე დღეს ნიშნავს, რომ ანუ იქ ვერ ურეცხავთო პროპაგანდით ტვინსო, ერთი ზეწოლას ვერ ვახდენთ ადამიანებზე, იმიტომ რომ ისინი არ მუშაობენ მათ და ასე ვთქვათ დაქვემდებარებული. არ არიან დამოკიდებული. არ არიან მათზე დამოკიდებული. ხო, ახლა როგორც მასწავლებლებზე ახდენენ ზეწოლას, ხო, ახლა პაპუაშვილს შეუძლია და ხელისუფლებას მასწავლებლებზე მოახდენოს ზეწოლა, იმიტომ რომ მათზე დამოკიდებული არის იქნებიან თუ არა ისინი სამსახურში და იმ ემიგრანტებზე ვერ ახდენენ ზეწოლას. მარტივად არის. კიდე აი მე სულ ვეძებ, იმიტომ გუშინ მართლა ყველა გაბრაზებული იყო, მე უამრავი შეხვედრა იყო ერთმანეთს შეხვდნენ ეს ადამიანები და ამ ბრაზმა მართლა გადაიარა, იმიტომ ეხლა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ რომ ეხლა ეს ბრაზი არაფერს არ გვიშველის. აი კიდე სხვადასხვა ვეძებდით, აი რის გამო მოხდა კიდე ვიფიქრეთ და ვიგულისხმეთ, რომ ეს ადამიანები აქტიურად მუშაობენ იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, საელჩოებთან, პარლამენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მიაქვთ ინფორმაცია ის რაც ხდება საქართველოში, ის რაც არ არის გააჟღერებული, ითხოვენ ამ რეჟიმის სანქციებს ითხოვენ ქმედით ნაბიჯებს და შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ ჩვენ ვეძახით ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს ელჩებს, წარმომადგენლებს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ,
ესეც, ანუ ბევრი ნიუანსია, რისთვის მოუნდა ამ ხელისუფლებას ეხლა გამოცხადება ამის და კიდე ყველაზე მთავარი, რაც თქვა კოკიმ, რომ ყველა განცხადება რატომღაც განცხადებას აქვს რაღაც სარჩული, რაღაცის გადასაფარად, რაღაცის მისაჩქმალად, კიდე რაღაცა ახალი სასწაულის გამოსაგდებად, ანუ მთელი ეს მანქანა აგებულია იმაზე, რომ როგორ შექმნას სახელმწიფო, სადაც ადამიანს არ აქვს ხმა. სადაც არ არსებობენ ადამიანები, ვინცაც შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, პროტესტი, სხვადასხვა საკითხზე. ამიტომ არის, რომ აქამდე არ გვისმენს ეს ხელისუფლება, თუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ყველაფერს თავი დავანებოთ, აი რა დამოკიდებულებას აჩვენებს ეს ემიგრანტების მიმართ, ხო, ხელისუფლების მხრიდან. ეს არის საშინელი. ემიგრანტები ხო არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად დღეს უჭირავთ ქართული ეკონომიკა, უბრალოდ რომ აუხსნათ მაყურებელს, ხო, როცა ამბობთ რომ ამხელა მნიშვნელობა აქვს ინვესტიციას, ხო, ფაქტობრივად 4 მილიარდი როცა მოდის წელიწადში ემიგრანტების განმეორების ფული, ესეც იგივე ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში. 12%-ია ჩვენი ეკონომიკა. ინვესტიცია, ანუ ფაქტობრივად და უფრო მეტია ვიდრე მათ ხელისუფლების მიერ მოზიდული ინვესტიციები. შესაბამისად, ანუ უფრო მეტად უჭირავთ ვართ ქართულ ეკონომიკა. ეს 4 მილიარდი რო არ მოდიოდეს, ლარის კურსი იქნებოდა გაფრენილი, ხო? ანუ ვალუტა შემოდის ჩვენს ქვეყანაში სწორედ ემიგრანტებისგან და ეს ვალუტა შემოდინება იჭერს ლარის კურსს. ანუ წარმოვიდგინე, ანუ ისინი მარტო ოჯახებს კი არ ეხმარებიან, ქვეყნის ეკონომიკას ეხმარებიან და რაღაცით ხელისუფლებასაც ეხმარებიან, იმიტომ ხა ლარის კურსი რო გაექცეს, ხელისუფლებას მიადგება ხალხი და აგინებს, ხო? და აი ესე გადაუხადეს მადლობა ახლა ამ ხალხს, რომელიც ფაქტობრივად ამდენი წელია ქართულ ეკონომიკას ასე დიდ დახმარებას უწევენ. აი ასეთი სახით ეუბნებიან, რომ თქვენ საერთოდ არანაირი ხმა უფლება არ გაქვთ, იმიტომ რომ აი მარტო ემიგრანტებს კი არ უთხეს აი თქვენი გადასაწყვეტი რა მოხდება საქართველოს, ამას ეუბნება პირდაპირ. აი მარტო ემიგრანტების თვის გაწნული სილა და ეს შეურაცხყოფა კი არ იყო, ის იყო ყველა იმ ადამიანის, რომელიც ეხლა ცხოვრობს საქართველოში და იმ ემიგრანტის ხელის შემყური, იმ ემიგრანტის იმედად არის, იმიტომ რომ სახელმწიფომ ვერ შექმნა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების კეთილდღეობა ვერ უზრუნველყო ის რომ დასაქმებულიყო ადამიანი და ისინი გვეუბნებიან გუშინ განცხადება იყო რომ ეხლა უკვე საქართველოში ისეთი მდგომარეობა უნდა ადგეთბოთ და ჩამოხვიდეთოთ და თავისუფლად შეგიძლიათ აქ იცხოვროთ, იმიტომ ჩვენ ავაღორძინეთ, ავაყავეთ ქვეყანა და ეკონომიკა დუღს და გადადუღს. ეგეთი განცხადებები იყო. თეორიულად წარმოვიდგინოთ, მართლა ეს ყველა ემიგრანტი ჩამოვიდეს საქართველოს, ხო წარმოგიდგენიათ რა მოუვა, ან ქართულ ეკონომიკას ესო შეწყდება გადმორიცხვები, ლარის კურსს რა მოუვა და მე ამდენი დასაქმებელი ადამიანი ხდება და იმიტომ დასაქმებელი ადამიანი რო ეყოლებათ აქ. მათი თავში სათავე იქნება ეს ყველაფერი და ამიტომ აცხადებენ ასე რომ იციან რომ ეს არ მოხდება, ისიც იციან ზუსტად რომ ვერ უზრუნველყოფენ მართლა რომ დაირაზმოს ყველა ადამიანი და ჩამოვიდეს, ისინი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ. ვერც ამ ადამიანების მიღებას, ვერც ადამიანებისთვის შექმნას იმ პირობების რომ მათ შეძლონ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა ამ მორღვეული საარჩევნო სისტემით, რომელიც მათ აქვთ და ამ ინფრასტრუქტურით თუ ამ ადამიანებით გადაუმზადებელი მარტო კადრებით, რომელიც დამარკაფებულები არიან, რომ როგორღაც ქართული ოცნების ამომხრების თუ არამომხრების ხმები შეაჯამონ, დაათვალონ, გადაბრალონ, გადმოამრავლონ, გადაწერონ, გადმოწერონ და ისე მერე საზოგადოებას შემოგვაფინონ სფურცლები ეს გაყალბებული, ანუ ჩაგვაფურთხონ სულში, ანუ მთელი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ეხლა არ არის ამ ხელისუფლების მეყოთბე, მათ თვალში არის გაუქმებული. გაუქმებული ვართ ჩვენ, რომლებიც ამდენი დღე გავართ ქუჩაში და ვესაუბრებით და ერთხელ არ გარჩენიათ სურვილი და აფიქრებული იყვნენ, რომ იქნებ რაღაცაში ცდება რომელიმე, რა ვიცი, მისი წარმომადგენელი. არ იფიქრეს იმ ემიგრანტებზე, როგორც აღნიშნეთ, რომ ანუ მათი მაცოცხლებელი ძალა, რომელიც ეხლა უნარჩუნებს მათ ამ ხელისუფლებაში ყოფნას, იმიტომ რომ მე მინდა დაგეთანხმოთ, რომ მაშინ თუ ემიგრანტები შეწყვეტენ აქ აი თავისი ოჯახის წევრების დახმარებას, იქნება კოლაფსი 90-იანი წლები და წარმოუდგენელი სიტუაცია საქართველოში და აი ისინიც კი არ დააფასეს და უთხრეს რომ იცით რა თქვენ არ გეკითხებათ არავინ. აი იმ ერთი დღეც არ მიცეს რომ თავი ეგრძნოთ სრულუფლებიან მოქალაქეთ რომ მათ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში და გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი. ანუ ხელისუფლების სათავე ხალხი არ არის, ხელისუფლების სათავე არის ბანდა, რომელიც ახლა მართავს ამ ჩვენს ქვეყანას. და რა ესაუბრეთ ალბათ სხვა ემიგრანტებსაც, სხვა ჩვენ კოკის ჩართვა ქონდა, მაგრამ სხვა ვინც ასე თქვა შეიძლება აქტიურად არის ჩართული, ან არის ჩართული და რა განწყობა არის მათში ამ განწყობა არის ისინი აქამდეც აი როგორც კი დაიწყო ეს პროტესტი ერთი დღე არ გაჩერებულან ემიგრანტები სხვადასხვა ფორმით ჩართულიყვნენ ამ პროცესებში და
აი ამ ბრაზის, ამ იმედგაცრუების, ამ წყენის შემდეგ ადამიანები უკვე საუბრობენ გეგმებზე. ეს შეხვედრები გრძელდება, დღესაც გვაქვს შეხვედრა, ყველას გვექნება, სულ გვექნება, იმიტომ რომ აუცილებლად დაუპირისპირებთ მექანიზმი. მექანიზმი არის აუცილებლად მსოფლიოს საზოგადოების ჩართულობა, რომ ეხლა ამ რუსეთს არ გაუქმებია საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, როგორ მიმდინარეობს იქ არჩევნები, ეს სხვა პროცესია და ამაზე ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას. უბრალოდ არ გაუქმებია და ის ფაქტები, რომელიც მოყავთ იმ ქვეყნების, სადაც არსებობს ესეთი პრეცედენტი, რომ ეს იაზრები, მე მაგალითად მინდა დაუპირისპირო, რომ მე ვიყავი ერთ-ერთ ქვეყანაში არჩევნების დროს და ჩემს გაოგნებას არ ქონდა საზღვარი, რომ ადამიანებს შეუძლია სახლში წამოიღონ ბიულეტენი და რამდენიმე დღის შემდეგ მოხაზონ, პოსტით გააგზავნონ და აი წარმოუდგენელი იყო მართლა დაუჯერებელი. მეორე ქვეყანაში ისეთი სიმშვიდე იყო, რომ ხალხს ვეძებდი რიგში წნარად, არანაირი მარკირება, არანაირი შემოწმება, ადამიანები, ანუ საარჩევნო გარემო არის იქ ჯანსაღი, ადამიანებმა იციან, რომ ანუ მათ იცავს სახელმწიფო, არის სამართალი, სადაც შეუძლია, ანუ ქვეყანაში არის სასამართლო ხელისუფლება, სადაც შეუძლია იპოვოს სამართალი, ამიტომ არ ჭირდებათ ეს ვაი უშველებელი არჩევნების დროს, ეს გამოტყვანილი ტიტუშკები, მარბიელი რაზმი, ეს გაუქმებული, ანუ წარმოიდგინეთ არჩევნებს რო გვიანონსებს და გინდ მივიღებთ თუ არ მივიღებთ ემიგრანტების ექნებათ უფლება თუ არ იქნება, დავიბრუნებთ თუ ვიბრძოლებთ, რა მნიშვნელობა აქვს ისეთ არჩევნებს, როცა პოლიტიკურ პარტიებს აუქმებს და ერთი პარტიის თუ იქნება ეს არჩევნები, ანუ თავისთავად ბევრმა ჩათვალა, რომ ეს შეიძლება იყოს, რომ ახლა სამზადისი რიგარეში არჩევნებისთვის, თუმცა დღეს ვოლსკიმ თქვა, რომ არ იქნება 2028-მდე არჩევნებში, სადეჭქარებოდათ ამ ცვლილების მიღება, ასე რადო მიიღოთ 3 წლის მერე ცვლილებები. ხო, მაშინ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეს რაღაცის მართლა გადასაფარად, ანუ ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ ამ ქვეყანას, ეს ქვეყანა ესე მართონ, არავის არ დაეკითხონ, თავის ნებასურულზე გაასხვისონ, ანუ ჩვენს მეგობრებს ეძახონ, რა ვიცი, რა სიტყვებით, წარმოუდგენელი პოლიტიკოსებისთვის, დიპლომატებისთვის შეუფერებელი სიტყვებით და მე აქეთ გვეუბნებიან, რომ არა იცით რა, ჩვენ არ შეგვიწყეთია ურთიერთობა, ჩვენ არასოდეს გვილანძღია, აკაცუკი ეძახო ელჩს და მე იძახო, რომ ჩვენ გვინდა რომ კარგი რომელ ევროპასთან, ხშირად მიცით რა კითხვა მიჩნდება, რომ ამბობენ, რომ ჩვენ ვაგზელებთ ევროპასთან ინტეგრაციას, ჩვენი კარები ღია, ჩვენ ვცდილობთ, ანუ რაღაცა სხვა ევროპა აქვთ, რაღაც წარმოსახვითი ევროპა აქვთ, ალბათ მოგონილი და იმას ესაუბრებიან, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ეს მსოფლიო თანამეგობრების წევრები, ელჩები, ხელმძღვანელები, პარლამენტარები ყველა გალანძღული ყავთ. არ არსებობს ჯერ ადამიანი, თუ არ ჩავთვლით ახლა ორბანს და ნუ პუტინს არ ლანძღავენ კიდე და არ ახსენებენ. და დღეს მოიყვანა მაგალითად, რომ ანუ ეს საპირწონეთ, რომ თურმე რუსეთში რო არ ტარდება არჩევნები, ის ამ ხალხის დისკრიმინაცია ეს და ამიტომ ადგა და ამდენად იქაც გავაუქმოთ. ადამიანს გავაუქმოთ. მადლობა დიდი, ჩვენი სტუმარი იყო თათია მექვაბიშვილი. აქტიური მონაწილე საპროტესტო მოძრაობის. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ გიორგი სიორიძე, ლელოს წევრი შემოგვიერთდება, ის საარჩევნო კომისიის წევრიც იყო და სწორედ ამ თემაზე გავაგზავნებთ მასთან საუბარს. შევდივართ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, საუბრობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ემიგრანტებს ფაქტობრივად შეუჩეროს უფლება არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერი იცვლება, ერთადერთი ხო საკითხი იცვლება მხოლოდ, რომ მათ ისინი ვეღარ მიცემენ, მიიღებენ, ვეღარ მიცემენ ხმას და ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ. ყველა უნდა ჩამოვიდეს არჩევნების დღეს და აქ მისცეს ხმაო და ალბათ ხვდებით, რომ ეს ტექნიკურადაც კი შეუძლებელია 100,000-ობით ადამიანი ერთ დღეს ჩამოვიდეს ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მათ უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას. გიორგი სიორიძე, ლელოს წევრი არის ჩვენ შემდეგი სტუმარი. ლელომ დღეს გამართა ბრიფინგი და გიორგი სიორიძემ თქვა, რეჟიმს ეშინია ქართული ემიგრაციის, ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის რუსული პოლიტიკა, ოცნება რუსული დირექტივების შემსრულებელია. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით. დავწყვეტ იქიდან შიშის თემიდან. ხო, წინა ბლოკშიც ვიკითხე, რომ ემიგრაციის დიდი ნაწილი ვერ ახერხებდა ისედაც მონაწილეობას. სულ რაღაც 30,000 ადამიანი მივიდა წინა არჩევნებზე და ხა 30,000 ადამიანი ალბათ ვერ შეაშინებს, ხო? ხელისუფლებას. ანუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება თქვენი აზრით? აი იყო ამის მიზეზი. მადლობა მოწვევისთვის თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. დიახ, შარშან იყო უპრეცედენტო რაოდენობა უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების
უბნებიდან წამოსული ხმების დიახ თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ეს არ იყო რაღაც ის რაოდენობა რომელიც რეალურად არის უფლებამოსილი რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ძალიან საინტერესო ტენდენცია დაგვანახა ამ ყოველივე. მანამდეც სხვა არჩევნებზეც ასე ყოფილა, რომ ქართული ოცნება ვერ იგებს უცხოეთში საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, მაგრამ შარშან აიღეს მათ 13%, რაც კოლოსალური სხვაობა იყო. კოლოსალური სხვაობა იყო რეალურად, იმიტომ რომ და ინდიკატორიც არის ალბათ იმისა, რომ ისეთ სივრცეში და ვითარებაში, სადაც არჩევნები შედარებით უფრო თავისუფალ გარემოში ტარდება, განსხვავებით ქვეყნის შიგნით ჩატარებული არჩევნებისგან, სადაც ვიცით ხო, რამხელა მანიპულაციის სივრცე ჰქონდათ. დაფიქსირდა სულ სხვა შედეგი ქართულ ოცნებას არ ჰქონია ზეგავლენის ბერკეტები და ამავდროულად ვნახეთ ძალიან დიდი ენთუზიაზმი როგორ დაირაზმნენ ჩვენი ემიგრანტები მიუხედავად იმისა რომ ეს უბნების არც რაოდენობა იყო შესაბამისი და არც სივრცე რეალურად მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო დაწესებულებებში გაიხსნა უბნები და ისიც გაიხსნა 3-4 უბანი ან დიდ უბნებზე. სხვა ქალაქებში გახსნაზე უარი თქვა ხელისუფლება. ბევრ ქალაქში უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამისი პრაქტიკა, მათ შორის მართალია ეს ცალკეული ქვეყნების შიდა კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, მაგრამ მათ შორის იჯარის მეშვეობით იჯარის შეიძლება დაქირავებული იქნეს საარჩევნო უბნებისთვის ფართები და გაიხსნას ძალიან გაცილებით მეტი უბანი. აი რა მოხდა ხო შარშან დიდი უბნები სადაც გაიხსნა მაგალითად რამდენიმე უბანი ხო ნიუ-იორკში გაიხსნა ათენში რეალურად იქიდან გამომდინარე რომ შეზღუდული არის რაოდენობა ერთ უბანზე ჩაწერილი ამომრჩევლებისა 3-4 უბანი გაიხსნა ერთსა და იმავე სივრცეში ერთ ოთახში იყო გახსნილი 3-4 უბანი რამდენიმე 1000 ადამიანისათვის ჩვენი ემიგრანტები ძალიან მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, ბევრმა გაიარა, ბევრმა მათგანმა ასობით კილომეტრი, რათა ჩასული იყო და დილიდან ღამემდე იდგნენ პრაქტიკულად რიგში, რათა დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია, გვახსოვს ხო, როგორი იყო გარემო გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ პარტია ძლიერმა საქართველომ, ხო, ლელომ. მე პირადად, როდესაც მე გახდით მაშინ ცესკოს წევრი ოპოზიციონერი წევრი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის რომ უფრო მეტი უბანი გახსნილიყო, უფრო მეტი სივრცე ყოფილიყო ამისათვის, განსაკუთრებული მაგალითი იყო სტრასბურგი, სადაც იყო ამისი შესაძლებლობა იმ განმარტებითაც კი როგორადაც განმარტავდნენ ისინი კრიტერიუმებს უბნების გახსნას და ეს არ გააკეთეს. ანუ ეს თავის ტკივილი მოიხსნეს უბრალოდ, რომ შემდეგ არჩევნებს აღარ მოვთხოვოთ, ან რა ვიცი, ასეთ სამარცხვინო შედეგი არ დაუფიქსირდეთ მათ როგორც იყო, ხო, ხა 13% რო აიღებ მარტო, ან გამოდის რომ ემიგრაციაში ან საერთოდ არ ყავს მომხრე. ხო, თან ვამბობთ რამდენი ასეული 1000 ადამიანია წასული. ან შენი მომხრეებს თუ არიან ისეთ გულხურვალე მომხრეებს არ არიან რომ წავიდნენ და არჩევნებში ხმა მისცენ. მაშინ როდესაც ოპოზიციის მომხრე, აი ჩავიდნენ ქალაქიდან ქალაქში გადავიდნენ რიგში ჩადგნენ რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ, ხო? ანუ ამ ას თავი არის და თუ რა ხდება, ზოგი ფიქრობს რომ გაზაფხულზე არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ დღეს ვოლსკი უარყო და თქვა რომ არანაირი არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება. თქვენი აზრით რა იყო მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილების? ხო, ახლა ქართული ოცნების წარმომადგენელი რაღაცას რომ უარყოფს ან ადასტურებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს, ხო, ვიცით და გვინახავს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, როგორ ცვლიან საპირისპირო გადაწყვეტილებით თავის უკვე გაცხადებულ ნათქვამებს, ეს მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამითი ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენაირ პატარა ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობა არის ემიგრანტების, ისინი ვინც მოახერხეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, მაგრამ ისინი ვინც ეს აგრეთვე ვერ მოახერხეს და იმყოფებოდნენ სტატუსით უცხოეთში 276,000 ადამიანი იყო ასეთი, დამატებული 96,000 საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი, ეს მარტო 370,000 ვინც არის დაფიქსირებული და იდენტიფიცირებული ამომრჩეველი. ჩვენ გვახსოვს რომ ამ ადამიანების მონაცემების გამოყენებით აქ ხდებოდა манипуляция, ყველაზე დიდი საფრთხე რაშიც მდგომარეობდა, იქ პასპორტებით გახსოვთ ხო, ერთ-ერთი სქემა, გაშიფრული სქემა, როდესაც ზუსტად იცოდა
ადმინისტრაციამ, რომელიც ეს ცხადია ერთმანეთთან არის კავშირში, სუსი, საარჩევნო ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს ყველა არის ქართული ოცნების დანაყოფები, მათ ზუსტად იცოდნენ, ვინ არ იმყოფებოდა ფაქტობრივად ქვეყანაში და მათი პირადი მონაცემებით ხდებოდა დამატებითი ბიულეტენების გაცემა და გაზრდა ხელოვნურად აქტივობის ქართული ოცნების მომხრეთა სასარგებლოდ, ხო? ეს იყო ძალიან დიდი და მასშტაბური სქემა. ახლა რაც შეეხება იმ ცინიკურ გადაწყვეტილებას, ნათქვამს, რომ ჩამოუკეთილინებონო, თან ვალი დაადეს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოსიო, დღეს სადაც კითხულობდი კიდეც, ეს გაანგარიშებული იყო, ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მართლაც რომ ჩამოვიდეს 2-3 დღით საქართველოში, ამის პრაქტიკული ლოგისტიკური საშუალებაც არაა და გამტარიანობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია რომ მოხდეს, ეს ერთი. და გარდა ამისა, იყო ამისი პრაქტიკა, იყო ამის შესაძლებლობა და რა არის ახლა ნიშანდობლივი, რატომ ვამბობთ ჩვენ რომ ეს არის რუსული პოლიტიკა, ხო? რას შეადარეს ეს ყოველივე, რომ რუსეთში არისო ჩვენი ძალიან ბევრიო თანამემამულეო და მათ თუ არ ეძლევათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისო, უსამართლო არის მათთან მიმართებაში, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრებლებს მივცეთო. ანუ ეს ჯერ რა დამოკიდებულებაა. იცი რომ არ უნდა გქონდეს დაუშვათ რა დაახლოებით 100 ქვეყანაში არიან ქართველები. პატარა უბნების გაიხსნა სხვათა შორის შარშან რაღაცა სეულში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში სულ 50 ამომრჩევლისათვის, მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ. ჩვენ ვიცით რომ ისინი არიან ამ ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, ხოლო რუსეთში იმიტომ ვერ ხერხდება ჩვენი თანამოქალაქეების ჩართვა საარჩევნო პროცესში, რომ იქ არ გვაქვს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა, ხო, ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ამის გამო სხვაებიც უნდა დავსაჯოო. ამას გვეუბნება ჩვენ ქართული ოცნება. არგუმენტი დაამატეს. ხო, ანუ ეს საერთოდ არანაირი არგუმენტი არ არის. 100,000 ქართველი ცხოვრობსო და იქ ხო ვერ ხსნითო უბანსო. ეს არ გვაქვს იქ ფაქტობრივად, ხო, ეს არ გვაქვს და არ ვიცი თუ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების იმედი აქვთ თუ რუსეთიდან არის პირდაპირ რომ ის 400,000 ადამიანი დამიცვიდა არჩევნებზე ჩვენ მოგცემდა ხმას, რადგან რუსეთში ცხოვრობენ. ხო, არ ვიცი, მე ნამდვილად საინტერესო ვერ ვიტყვი, ოღონდ და ნამდვილად ვერც იმ ადამიანების არჩევანზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე შემიძლია რამე ვთქვა, მით უმეტეს როდესაც ამდენი ასობით ათასი ადამიანი არის რუსეთში, მაგრამ რუსეთი არის რუსეთი. იქ არის სულ სხვა რეჟიმი, პუტინის რეჟიმი და გაცილებით უფრო დიდი манипуляციის საშუალება მათ შორის ჩვენს არჩევნებში ჩარევისაც. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს სხვა მაგალითები, ხო, არსებობს მოლდოვის მაგალითი, სადაც სწორედ მოლდოველმა ემიგრანტებმა გადაწყვიტეს იქ რეფერენდუმში ევროპული კურსის ბედი. ეს ცხადია რუსეთისთვის არის მიუღებელი და მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა სხვა ტიპის საარჩევნო სისტემით იყო და უფრო სხვა ბერკეტები ჰქონდა იმისთვის, რომ თავისი ემიგრაცია ჩაერთო საარჩევნო პროცესში საქართველოსაგან განსხვავებით, აქ ცხადია ჩვენ ვხედავთ რუსულ კვალს იმას, რომ რუსეთს ნამდვილად არ მოსწონს ქართული ემიგრაციის განწყობა, რომელიც არის ქართული ოცნების შესაბამისად პრორუსული არალეგიტიმური მთავრობისა და რეჟიმის საწინააღმდეგო. აი ეს შეიძლება დავინახოთ და არ არის მაინც და მაინც რაც კონკრეტული საფრთხეების ძიება აუცილებელი, რაში როდესაც საუბარი გვაქვს მარიონეტულ რეჟიმთან, როგორც არის ქართული ოცნება. და როგორ ფიქრობთ ამ პირობებში თუ თქვათ მართლა დაინიშნა გაზაფხულზე არჩევნები, ჩვენ ხედავთ რომ პარტიებს გრძალავენ, მათ შორის რომ თქვენი პარტიაც აკრძალავენ. რა ხდება ამ პირობებში? ანუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები? თქვენ იყავით არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, ხო? და აგერ მიიღეთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა რას ფიქრობთ? თუ დაინიშნა გაზაფხულზე არჩევნები? თუ თქვენი პარტია აკრძალეს მანამდე, ან თუ არ აკრძალეს, არ ვიცი. ხო, აი მიგრანტებს უგრძალავენ, ხედავთ დამკვირვებლები აღარ იქნებიან, ნუ ყველაფერს ისაკეთ ეხლა თან დაწერეს, რომ სხვა პარტიებს ახალი ცვლილება შედის კიდევ კოდექსში, რომ არ ექნებათ უფლესიაში ჩასვან არაპარტიული წევრები. ის გამო რომ აკრძალული პარტიის წევრები სხვებმა არ ჩასვან, ალბათ ამის პრევენციისთვის. ხო, ესეც ამ პაკეტში არის. აი რას ფიქრობთ, გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები, რა უნდა ქნას ოპოზიცია? ჩვენი პარტია ძლიერი საქართველო ლელო ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო პოზიციაზე, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების
ცვლილების გზა არის არჩევნების გზა. ეს არჩევნები მოსაპოვებელი როდესაც არის, ხო? აქ ბუნებრივია, საუბარი გვაქვს ქვეყნის შიგნითა წნეხზე, ქვეყნის გარე წნეხზე, რომელიც რეჟიმზე ბუნებრივია მოქმედებს და იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელსაც აყენებს აგერ უკვე 1 წელია ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ხო? ეს მოთხოვნა ხომ იყო ყოველთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება ბუნებრივია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ვიმყოფებით რეჟიმის პირობებში, ავტოკრატიის პირობებში, თუმცა 4 ოქტომბრის არჩევნებშიც იმიტომ შევედით, რომ მიგვაჩნია ყველა ბრძოლის გზა არის გამოსაყენებელი. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ზნე იცვალა, ან რაღაცა პირობები გააუმჯობესა, გააუარესა. სწორედ აქეთკენ მიმყავს. ჩვენ 4 ოქტომბრის არჩევნებშიც ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა, მიგვაჩნდა რა, რომ ბოიკოტის გზა არის ამ ჩვენს ვითარებაში პოლიტიკური პროცესის უფრო მეტად წარსული არ გეკითხებით წარსული მომავალზე გესაუბრებთ ახლა გადაგულდა რომ დანიშნულ არჩევნებზე თქვენი პარტია თუ იქნება აკრძალული რა ხდებოდა ზუსტად ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია იმასთან დაკავშირებით რომ ყველა ბრძოლის გზა უნდა იყოს გამოყენებული და ბოიკოტის გზა არის არასწორი გზა და დადასტურდა ჩვენი აზრით 4 ოქტომბრის შემდეგაც ეხლა ჩვენ ვნახავთ თუ არა ცალკე საუბრის ამათის თემა უბრალოდ ამ თემაზე არ გეკამათებთ ჩვენ ასე ვფიქრობთ თუ აკრძალეს მე რა ხდება ეს მაინტერესებს თუ აკრძალავენ ჩვენ აკრძალვის პროცესშიც ძალიან აქტიურად ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში რომლის იმედი მართალია არ გვაქვს საერთაშორისო დონეზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან საერთაშორისო სასამართლოში რათა შევქმნათ ეს პოლიტიკური პროცესი თუ აკრძალავენ ახლა ძალიან რთული არის იმის თქმა რა იქნება ამისი კონკრეტული შედეგები იმიტომ რომ ამ აკრძალვის არაკონსტიტუციურ კანონმდებლობასაც აი საფუძვლად რომ უდევს ხო აქვს კიდევ სხვადასხვა მიმართულება მათ შორის არის პერსონალური პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვები არის პარტიის ორგანიზაციული აკრძალვის ხო ამას ვამბობ რომ ყველაფერი მიიყვანეს როგორც დაანონსებული ყავს ხო ჩვენ უნდა ვნახოთ არსებობს სხვადასხვა სცენარები და ეს იქნება იმაზე დამოკიდებული თუ ეს კონკრეტული შედეგები აკრძალვის პროცესებისა როგორი დადგება შესაბამისად ჩვენი ბრძოლა ნამდვილად არ გაჩერდება პრინციპულად ცხადია არჩევნებში მონაწილეობის იდეა რომ სწორად მიგვაჩნდა ეს ეხება ყველაფერს 4 ოქტომბრის არჩევნებიდან ამისი მაგალითია სხვა შემთხვევაში არსებობს პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები ეხლა კონკრეტულად რა სურს ბიძინა ივანიშვილს რა არის ამ ლოგიკა მათ ქმედებებში ამისი თქმა ძალიან რთულია იმიტომ რომ ეს არ არის ჯანსაღი ლოგიკა ეს არ არის მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ყოველთვის ძალიან მყარ პრაგმატიზმზე დაფუძნებული ლოგიკაა იმიტომ რომ რეჟიმი რომელიც პარტიებს კრძალავს რეჟიმი რომელსაც უნდა ერთი მხრივ არჩევნები დანიშნოს და მეორე მხრივ პოლიტიკური ოპოზიცია გააქროს ველიდან ხო მას მოუწევს ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა როგორც მინიმუმ ამითი ის ხას უსვამს ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის ნებასაც რომლის შედეგები 26 ოქტომბრის შემაჯამებელ ოკშიც არის ასახული მიუხედავად იმ მასშტაბური манипуляციებისა, ხო? 800,000 ადამიანმა მისცა ოპოზიციას ხმა. შესაბამისად, ისინი ამ ადამიანებს ეუბნებიან არჩევანზე უარს და თუ მარტო თავად სურთ რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არ ამგონია მთლად რაციონალური იყოს, იმიტომ რომ ამას ექნება როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით თავისი შედეგები და ბუნებრივია საზოგადოების განწყობებზეც აისახება და საზოგადოების რეაქციაზეც. გასაგებია, მადლობა დიდი, გიორგი სიორიძე იყო ჩვენი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი. ასეთ იყო გადაცემა რეზიუმე, მე გემშვიდობებით 1 საათით 9:09-ზე გადაცემით პოლიტიკური სივრცე. დაგებრუნდებით, მანამდე გიტოვებთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.